არგი რადგან ცოტა სახეთიალო ჯერ კიდევ მაქვს და მათ შორის ლაყბობის მოყამზეც ვარ. მოდი ამ ადამიანის სულის კურნალობისა და არსებითი გამოჯანმრთელების შესახებ ამ პრობლემის თაობაზე რაღაცა ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ. აწლობრივ გიორგის შეკითხვით არის ეს საუბარი ინსპირირებული თან წინა საუბარში დავიქადნე რომ აი არისტოტელეს პოლიტიკის კიდევ ერთ ძალიან საინტერესო და სხვა შეკითხვას მეთქი მონებს რომ უკავშირდება თქო შევეხები და აი აგერ ცდი ხა. ხოდა ეხა მახსენდება მე იასპერსის აი ეს ცნობილი სალექციო კურსი აი სინანულის შესახებ რომ აქვს და რომლითაც მან დენაციფიკაციის შემდეგ ეს კი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამის მთელი გერმანია შემოიარა. და აქ მოუწოდებდა თავის თანამოქალაქეებს რომ გააზრებული უნდა იყოს აი ეს კატასტროფა რაც მოხდა. პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას სერიოზულად, მათ შორის მათ პასუხისმგებლობითაც ვისაც შეიძლება უშუალოდ ჟლეტაში და დევნაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ დუმილით, გვერდზე დგომით, უგულებელყოფით, ხო? ხელი შეუწყო ამ კატასტროფას. აქვე ოღონდ იასპერსი საუბრობს არა მხოლოდ სინანულის შესახებ პასუხისმგებლობის თაობაზე, არამედ ასევე რაც ღირებულია ამჯერად ჩვენთვის სულის მკურნალობის შესახებ, მათ შორის მთელი ნაციის მასშტაბითა თუ თვალსაზრისით. მას აქვს 1953 წელს გამოცემული ძალიან საინტერესო მოხსენება, რომელიც მე ესეთ გადააკეთა და ნუ აი ესეთი უფრო დაალაგებული სახით გამოვიდა. ეს არის ექიმის შესახებ, ექიმის რაობის თაობაზე და აქ ეს კაცი საუბრობს არც მეტი არც ნაკლები ადამიანის სულის განკურნების შესაძლებლობის შესახებ. სულის განკურნება ზელმჰაილუნგ როგორც ის უწოდებს და სულზე ზრუნვა რა. მისი თქმით არც ეგეთი ტრივიალური საკითხი უნდა იყოს რომ ესე იგი ავდგეთ და ტრადიციული როგორც ის ამბობს მექანიცისტურ მიდგომებზე დაფუძნებული მედიცინის, ფსიქიატრიის და ფსიქოლოგიის გამოყენებით უბრალოდ მიიღწეს. ავდგეთ და განკურნოთ აი ამ მიდგომებით ადამიანი. ეგ ეგრე მარტივად ვერ მუშაობს იასპერსის თანახმად და აქ ეს განსხვავება მათემატიკურ, მექანიცისტურ მედიცინასა და მის მიერ შემოთავაზებულ მიდგომას შორის ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული და ახსნილი. რა თქმა უნდა, მისი ეს მიდგომა ეფუძნება ეგზისტენციალურ ფილოსოფიას და აღარ არის გასაკვირი ხა თუ ამას გავითვალისწინებთ, რომ იცი რა მისი განმარტებით კურნალმა უკაცრავად და უნდა მოახერხოს განსაკურნებლის, ანუ ავადმყოფის ეგზისტენციალურ სიტუაციაში შეღწევა. მისი საზღვრითი სიტუაციების გასიგრძე განება. აი ჰუსერლის სიტყვით რო თქვა აინფილუნგია შთაგრძნობა უნდა გამოუვიდეს. ეხლა როცა იასპერსსა და მის სამ ბჭობას ეხება საქმე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქ ვიღაცა დილეტანტი არ გვესაუბრება რა. ეს არის კომპეტენტური იმ თვალსაზრისით, რომ ხო რა, ის არის წარმოშობით ფსიქიატრიიდან, ფსიქოლოგიიდან, მედიცინიდან, ესმის კაც რაზეც საუბრობს, იცის. თუმცა არც ფილოსოფიის თვალსაზრისით არის ხელწამოსაკრავი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ფილოსოფიით მოგეხსენებათ ცდუნდა და მე საერთოდ ჰაიდეგერთან მეგობრობამ საერთოდ დაღუპა. იმიტომ რომ ხო, თვითონ ჰაიდეგერს სასაცილოდ მიაჩნდა, მაგრამ იასპერსის და სხვები კიდე მრავალნი აი ამ ეგზისტენციალიზმის ტიტულისა და დასახელების ქვეშ გაერთიანდნენ და მთელი მოძრაობა წარმოიქმნა ფილოსოფიისა მოგეხსენებათ მე-20 საუკუნეში, ხო? თვითონ ჰაიდეგერი უარყოფდა ამ ტიტულს და საერთოდ მიაჩნდა, რომ ეს დასახელება მისი ნაადრევის ცდარი გაგებისა და განმარტების შედეგი იყო. მოგეთ ეგ როგორც არის რა. ძალიან საინტერესო მეგობრობა კი გამოვიდეთ, რომელიც სამწუხაროდ იასპერსსა და ჰაიდეგერს, რომელიც სამწუხაროდ კარგად ვერ მობოლოვდა. გასაგებია, რატომაც ჰაიდეგერის ნაცისტური სიმპათიები დიდად სახარბიელო და მოსაწონი ვერ იქნებოდა იასპერსისთვის, ანუ კაცისთვის, ვისაც წოლი ყავდა ებრაელი. ეგრე ჯიგრიანად. თუმცა მე მოგვიანებით, როცა დენაციფიკაციის შემდეგ ჰაიდეგერის აკადემიური და საპატიო პენსიის მიღების საკითხი დაისვა, რასაც წლები
ითხოვდა ჰაიდეგერი და კაი დრო შეალია ამას. იასპერსის რეკომენდაცია მუშველა კი და იასპერსი გვერდში დაუდგა, მოდი ეგრე თქვა, თავის ყოფილ მეგობარს. ნუ როგორც არის, ამ ორი ადამიანის ბიოგრაფიის ამ ძალიან საინტერესო საკითხებს არ შევყვეთ. მით უმეტეს ახლა გამახსენდება მე ჰანა არენდი. ხო, რომელსაც ორივესთან ქონდა მიმოწერა და სპეციფიკური ურთიერთობები ორივესთან. ნუ იმას არ გულისხმობ რომ საყვარლობდა იასპერსაც, მაგრამ იასპერსი მისი აკადემიური ხელმძღვანელი და მამის ფიგურა იყო და ხშირად დაბოღმილი წერდა ხოლმე ჰაიდეგერის ანუ თავისი ყოფილი საყვარლის შესახებ და ნუ მაგარი გასართობია მაყოლეფრის კითხვა. მაგრამ მაგას მოვეშვათ ისევ სულის მკურნალობას მივადგეთ. ხო, აქ მეთქი იასპერსი ძალიან მკაფიო ფილოსოფიურ საკითხს ეკამათება, მკაფიო ფილოსოფიურ ტრადიციას, ალბათ უფრო ეს იქნებოდა სწორი ეკამათება რა. ახლა მე პირადად იასპერს არ მიმაჩნია სიღრმისეულ მოაზროვნედ განსხვავებით ამ ჰაიდეგერისაგან. მაგრამ მაინც მიყვარს და ძალიანაც მიყვარს იასპერსის კითხვა, იმიტომ რომ ამ კაცთან ყოველთვის ნახავ ცხადად, ძალიან ცხადად და მკაფიოდ დასმულ სწორ შეკითხვებს, სწორად დასმულ საკითხებს, რომელიც რა მსჯელობისთვის, დისკუსიისთვის მასალას იძლევა უხრად. და რას ეკამათება ფილოსოფიის ისტორიის ეს უზადო მცოდნე? რასთან არის გადაძახილი მის აი ამ სულის განკურნების ალტერნატიულ მეთოდებში და ამ მეთოდების შემოთავაზებაში? ნუ ეს არის რა თქმა უნდა ასობით წლის მეტაფიზიკური წარმოდგენა, რომელიც ჯერ კიდევ დეკარტისგან იღებს დასაბამს. ოღონდ ვიდრე დეკარტს უფრო დეტალურად შეგახსენებდეთ, მოდი ვახსენოთ 1757 წელს გამოსული ფრანგულ ენაზე გამოსული ჟულien ოფრე ლამეტრის ცნობილზე ცნობილი წიგნი ადამიანი მანქანა, რომელიც რა თქმა უნდა მრავალ ენაზე არის ნათარგმნი, ქართულად მე მგონი არ გვაქვს თუ არ ვცდები. მაგრამ ყოველ შემთხვევაში რავი ხელმისაწვდომია და წაკითხვადია თუ კი ქართულის გარდა კიდევ სხვა რომელიმე ენას ფლობთ. აქ ამ თხზულებაში ჟულien ოფრე ლამეტრი ახერხებს და ავითარებს ამ დეკარტის იდეას. ეგ რო გასაგები გახდეს რა იდეას ავითარებს და მათ შორის რას ეკამათება იასპერსი, ორიოდე სიტყვა თვითონ თხზულების შესახებ. ეს პოლიმათი, ანუ მრავალმხრივ განსწავლული და მრავალმხრივ განათლებული ჟულien ოფრე ლამეტრი, ფილოსოფოსი, ექიმი მათ შორის კაცი თავისი თხზულების დასაწყისშივე გვეუბნება, რომ იცი რა, ჯერ ერთი ადამიანის თაობაზე უნდა ბჭობდეს და მსჯელობდეს, არა ვინმე მეტაფიზიკოსი, თეოლოგი და ისა და ეს, არამედ ექიმი ხალხო, რომელიც ნამდვილად სწავლობს და აკვირდება ადამიანს. ექიმი. და მეც მეორე, ეს ზუსტად ასეთი სამედიცინო თუ საექიმო შრომის შედეგად მარტივად დადგენადია და აღმოჩენადია, რომ არავითარი სული არ არსებობს. აი თქვენი სული არ არსებობს. ამობს ეს ლამეტრი. მე კი არა კაცო, ის ამობს. ხო აი, იცი რა, ავგუსტინედან მოყოლებული ჩვენ გვაქვს სულის აი ეს ცნობილი კონცეფცია, რომელიც დღემდე ასე თუ ისე მუშაობს რა. რომ სული არის გარკვეული ტრიადა. ეს არის მემორია, მეხსიერება, ინტელექტუს, ანუ ინტელექტის შესაბამისად შემეცნების უნარი, გონიერების უნარს, რასაც ვეძახით ხოლმე, და ვოლუნტას ნება, ნებელობითი უნარი. ასოს ლამეტრი ამბობს რომ აი რომ მოგეკავ გვამს ექიმი რო ხარ, განა ვიღაცა მეტაფიზიკოსი და თეოლოგი, სკრიპტორიუმში დამტვერილი და წიგნებში ჩამხრჩვალი, არამედ ექიმი რო ხარ და ამ გვამში რო აფათურებ ხელებს და ეძებ, უშუალოდ გადამოწმება რო გინდა და მართლა რო ეძებ სულს, დაგხვდება მხოლოდ და მხოლოდ ძალზე რთული და კომპლექსური მანქანა, მექანიზმი, ავტომატი. და სული სხვა არაფერი არ არის თუ არა აი ამ მანქანის ფუნქციონირების უცოდინრობის გამო წარმოქმნილი დაშვებები ამავე მანქანის ფუნქციონირების პრინციპების შესახებ. ანუ არ ვიცით როგორ მუშაობს რა, არ ვიცით ეს მეხსიერება რა არის, როგორ მუშაობს, არ ვიცით ინტელექტის გამოვლინებისა და წარმოშობის მათ შორის პრინციპები, ნუ ნებაზე ხომ საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ თხზავთ ეგეთ რაღაცა ვერბალიზმებს, კონცეფციებს, სიტყვებს და აზრებს, იდეებს, რომელსაც არავითარი ნამდვილი შინაარსი არ გააჩნია.
არ არის სული. რა იდეას ავითარებს ლამეტრი აქ? ეს არის ჯერ კიდე მე-17 საუკუნის 30-იან წლებში არ გადამიმოწმებია, მაგრამ ვისაც გახსოვთ შემახსენეთ, წესით უნდა იყოს 1636 წელი, როცა გამოვიდა დეკარტის ეს განაზრებანი მეთოდის შესახებ და აი იქ მეხუთე თავში თუ არ ვცდები, დეკარტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ცოცხალი არსებები ესენი არიან, ანუ ცოცხალი არსებები იგულისხმება ადამიანის გარდა ყველა დანარჩენი ცოცხალი არსება არის ავტომატი. ყველა არსება არის ავტომატი. თვითმოძრავი, თვითმოქმედი მანქანა. აი ეს არსებები რა, მანქანები, ავტომატები, არაფერი სხვა სული არ გააჩნიათ. რას ამბობს ლამეტრი? ლამეტრი ამბობს, რომ ადამიანიც მხოლოდ ავტომატია, ადამიანიც მხოლოდ მანქანაა. არავით არის რესკოგიტანს, არავით არის მოაზროვნე არსება იმ გაგებით, როგორც ეს დეკარტს ესმოდა, თითქოს სულის არსებობის შედეგია, რომ ჩვენ აზროვნება შეგვიძლია. არა, ეგ შენი აზროვნებას და ყველაფერი დანარჩენიც, აი მაგ ავტომატის ავტომატურობის კომპლექსურობის შედეგია, კომპლექსურობით არის გამოწვეული რა. აი ეგ არის განვითარების შინაარსი, ამ იდეის განვითარებისა. ხოლო ლამეტრის ნაზრები ეს არ არის უბრალოდ ნაზრები, ამას უზარმაზარი რეზონანსიდან გავლენა აღმოაჩნდა მთელს შემდგომ მეცნიერებასა და ადამიანის შემსწავლელ ყველა რაღაცა კვლევაზე. თანამედროვე მედიცინა და მედიკოსი, ექიმი, სხვათა შორის რაც არ უნდა ღრმად მორწმუნე იყოს, არა? თავის უშუალო სამედიცინო თერაპიულ სამუშაოში იქნება ეს ქირურგია, იქნება ეს ფსიქიატრია, ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. კაცრად დეკარტულ და ლამეტრულ პოზიციებს, ანუ მექანიცისტურ მიდგომებს იყენებს. არ ვიცი, მაგალითად რა დაზიანდა ავტომატი, დაზიანდა აპარატი, ამორტიზაცია სჭირს, ცვეთას დაექვემდება, რა უნდა შევცვალოთ, გავარემონტოთ, შევუკვეთოთ ნაწილი, ხო, ამოვიღოთ, ჩავდოთ ახალი, ამ ჩადგმის მექანიზმი შევისწავლოთ და იგივე ეხება არა მხოლოდ მთელს ფიზიოლოგიას, ეგრეთ წოდებულ სულიერ მკურნალობასაც. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება ზედმიწევნით გავერკვეთ მეხსიერების მუშაობის პრინციპებში, უნდა გავერკვეთ ინტელექტის ფუნქციონირებაში, მისი განკურნების კორექციის პრინციპებში, თუ კი მეხსიერებაში დაშვებულია რამე შეცდომები ან ტრავმებია მეხსიერებაში ჩაკირული, აი ამის ამოღების, კორექციისა და მკურნალობის პრინციპებს, პროტოკოლებს უნდა მივაგნოთ. ინტელექტში გაპარული შეცდომები დავაკორექტიროთ, ნებელობითი აქტები შესაბამისად ასევე მკურნალობას დაუქვემდებაროთ, ყველა ჯერზე, ყველა ასეთ შემთხვევაში გარკვეული პროტოკოლია საპოვნი. ოლნეგ პროტოკოლი რო ვიპოვო მკურნალობის, არა? მექანიზმს უნდა ვიცნობდე, ზედმიწევნით უნდა ვიცნობდე, სხვადასხვა ექსპერიმენტულ გარემოში უნდა მქონდეს შემოწმებული და აწონული დაწონილი. ხა რატო ეს საინტერესო? ხა ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ვიკამათოთ, რომელი მიდგომა უფრო სწორია, ეს რაღაცა იასპერსის მიერ შემოთავაზებული ექსისტენციალისტური მიდგომა, საზღვრით სიტუაციებში შეჭრა და არსებითი ნამდვილი დიალოგის გამოყენებით მკურნალობა და კორექცია, ტრავმების, რომელიც ნამდვილია, ხა როცა ადამიანი დადის და საკუთარ სახლში მელიებს ეძებს, წარმოსახვით მოჩვენებით მელიებს, თორე შეიძლება ნამდვილიც ეძებო. ხო, ასეთი ტრავმები, ასეთი დარღებებები, ეს ნამდვილი, ამაზე ვერ ვიტყვით, რომ ეს რაღაცა ცრუ გამონაგონია, ხო? აქ გარკვეული თერაპიული გვერდში დგომა საჭირო ხდება ხოლმე, ანუ მეთოდებია სარჩელი. მაგრამ კიდევ ერთხელ პრობლემა ის კი არ არის, რომ ხე მე და თქვენ დავდგეთ და ვიკამათოთ მეთოდების უპირატესობის შესახებ, რომ არა იასპერსია მართალია, რაღაცა შმახავს. არამედ ის, რომ თვითონ იასპერსის ეს ესე, ეს მოხსენება საკითხის პრობლემურობას წარმოაჩენს, აი ამ ადამიანის სულის ნამდვილი და არსებითი განკურნების სიძნელეს აჩვენებს. აი ესეთი რაღაცების გამო მიყვარს იასპერსი მე პირადად. ისე სხვათა შორის თვითონ ჰაიდეგერსაც, აი მადარ ბოსთან მიმოწერაში აქვს ეგ რაღაცა ვარაუდები და დაშვებები რა, რომ როგორ შეიძლება და გამოყენებული ყოფილიყო მისი ნაზრები ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური მკურნალობის პროცესში. აი ქალის მაგალითი აქვს ერთი ძალიან საინტერესო, რომელიც ჩანთას კარგავს და ეს ჩანთა მისი სამყაროს ნაწილია და სამყაროს ცვლილება რო არის გასააზრებელი, იმიტომ რომ ადამიანის სამყაროში ყოფნა ცენტრალური კონცეფცია ჰაიდეგერის თანახმად. ჯერ უნდა გაიგო რა არის მისი სამყარო,
და მე მისი ამ სამყაროში ყოფნის ასპექტები გაანალიზო, ნუ ასე შემდეგ, ნუ ძალიან საინტერესო წარმოდგენები ქონდა ჰაიდეგერს ამის შესახებ. თვითონ მადარდ ბოსი მოგეხსენებათ ფსიქიატრი იყო უფრო მეტად შესახებული შტატებში. მაგრამ ნუ როგორც არის რა, მაგასაც დიდად არ გავყვეთ, იმიტომ რომ მოსაყოლებანად ბევრი იქნება ამ ორი ადამიანის ურთიერთობისა და ჰაიდეგერის ამ ვარაუდების შესახებ. ეხლა ნახეთ როგორი საქმეა. ისე იასპერსის ეს მოხსენება აჩვენებს საკითხის პრობლემურობას. და პრობლემურობის ჩვენება კიდე მათ შორის იმასაც გულისხმობს, რომ ეს შენი ადამიანის განკურნება ეგეთი მარტივი ხილი არ არის. აი მაგალითად. აი წინა საუბარში ფანონი რო ახსენე, ხო? ანუ ეგ გვეუბნება რომ იცი რა რაღაცა მართალი ეს ტრამვები და დიდი პოლიტიკური თუ ისტორიული პროცესებით გამოწვეული სიმახინჯეები ადრე თუ გიან თავის განმუხტვას პოვებს ძალადობაში, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ძალაუფლების მქონემ უნდა მოახერხოს და შეწყვიტოს ეს ძალადობა, ხო? დაიწყოს დიდი სახელმწიფო პოლიტიკური პროექტები, მაგალითად იქ რაღაცა არ ვიცი, ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, სკოლების შენება, ძალაუფლების გადანაწილება, გაცემა საჩუქრის სახით, ან ვაჭრობის სახით, გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ. და ეს ფანონის თანახმად თლიანი სოციუმის თერაპიული რაღაც ესეთი განკურნების ამოცანას მოემსახურება რა, თერაპიულ ამოცანას მოემსახურება. ეგ არის მკურნალობის თავისებური გზა, ძალადობის შემდგომ დაშოშმინების გარკვეული რაღაცა მექანიზმი ფანონის თანახმად, მაგრამ ნახეთ იასპერსის მოთხოვნა ექსისტენციალური მიდგომებისა საკითხს იმდენად ართულებს, რომ თუ კი იგი სწორია თავის ამ დაშვებებში, ეს იმდენად რთული სამუშაო აღმოჩნდება, რომ დიდი სამეცნიერო გნებავთ ან მით უმეტეს პოლიტიკური და ეგეთი სოციალური პროექტების ფარგლებში პრაქტიკულად გადაჭრადი არ არის. ერთი მაგალითი და აი ამით მივაკითხოთ არისტოტელეს. ეს კაცი ხო გვეუბნება, რომ არსებობს მავანი, ვინც არის ბუნებით მონა. აი ეგეთი დაიბადა რა. თუ გახსოვთ დასაწყისშივე გვეუბნება, რომ აი ვიღაცა მონები არიან, ფიზიოლოგიაზეც რო ეთხოვათ, ეგეთი ახმახები არიან და ჯანიანები, განსხვავებით მაგალითად ბატონისა და არისტოკრატისაგან, რომელიც უფრო ესეთი ნატიფი და გონებრივი შრომისთვის ორგანიზებული სხეულით გამოირჩევა, აი განსხვავებით მონისაგან, რომელსაც უფრო ესეთი მძიმე ფიზიკური შრომისთვის აქვს ბუნებისგან მიცემული და აი ხედავთ ბუნება როგორი გონიერი ამი არისო. ხო და აი ეს ბუნებითი მონა ნიშნავს რას? კიდევ ერთხელ გავუსვათ ამას ხაზი, რომ იგი არის ცოცხალი ხელსაწყო, ავტომატი, ინსტრუმენტი. დეკარტულ და ლამეტრისეულ, ну, ნაკლებად დეკარტულ, მაგრამ უფრო მეტად ლამეტრისეულ პოზიციებს სალამი. გამოვიდა რომ ლამეტრული განაზრების შედეგად თუ თანახმად ხო, დასკვნები იმთავითაც ცხადია. ცოცხალი ხელსაწყოები, თვითმოძრავი მანქანები. აქ არისტოტელესთან ნების საკითხი თავისებურად გადამწყვეტი გამოდის, იმიტომ რომ ნება მოდის ბატონისგან, გენერალური დავალება მოქმედების შესახებ მოდის ბატონისგან, ხოლო მიმდინარე დავალებები მონასაც შეუძლია საკუთარ თავს მისცეს, ხო, იქ რაღაცა მარტივი ფუნქციური ნაბიჯების გადადგმა მასაც შეუძლია. ხო, ეხლა ნახეთ სიძნელე რა არის. არისტოტელეს თანახმად მონა არის რაციონალური საჭიროება და აუცილებლობა ოჯახის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონა საჭიროა. სხვათა მაგას ვეთანხმები. მონსტრუოზულად ჟღერს, მაგრამ მე ვეთანხმები, რომ მონა ეს არის რაციონალური საჭიროება. ვეთანხმები რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ მთელი კაცობრიობის მთელი ისტორია სტატისტიკურად ადასტურებს იმას, რომ ჩვენი მოდგმის, ჩვენი სახეობის არსებებს მონები გვჭირდებოდა სულ. აი როგორც არისტოტელე გვეუბნება, აბსოლუტურად ზუსტად ამბობს, ხელსაწყოების საქონლის და იმისა და ამის გარდა გვჭირდებოდა ისეთი ცოცხალი ხელსაწყო, რომელიც აი ამ რუტინულ თუ მძიმე შრომას მოგვარიდებდა და მეტ თავისუფალ დროს მოგცემდა. გასაგებია რომ ამ მოცალეობას თუ თავისუფალ დროს მავანი გამოიყენებს შემდგომ უკვე რაღაცა ლოთობასა და
გასტრიმარგიასა და რაღაც მსგავს რაღაცეებში, ხო, ნაკროვანებებში და სხვებში და სხვაები კიდე არისტოტელეს მსგავსი ტიპები, რა ვიცი, გეომეტრიას ისწავლიან, ხო, იქ რაღაცა ვარსკვლავური ცხოველობას მოკიდებენ ხელს, სული საქმეებს შეუდგებიან და ასე შემდეგ. ანუ მოცალეობისთვის გვჭირდება მონა. და ამას ვერ შევედავებით. ეს სტატისტიკურად დადასტურებული ამბავია. მონათმფლობელობა აგერ გუშინ წინ გუშინ გაუქმდა ესეც ევანგელისტური და ბრიტანული გარკვეული მოძრაობის შედეგად. რომელსაც სხვათა შორის თუ სურვილი გექნება ცალკე კიდე მოვყვები, იმიტომ რომ მაგარი და ფანტასტიკური ისტორია მე თუ მკითხავ მონათმფლობელობის გაუქმების გლობალიზება რა. ეს კონვენცია, რომელიც ჩვენ ყველა მივიღეთ, რომ მონა არავინ არ არის, ძალიან საინტერესო ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ დაშვებებს ეფუძნება. ოღონდ გამართლებულია სხვათა შორის ეგ კონვენცია აი რა თვალსაზრისით რაკიღა რომც დავუშვათ რომ არისტოტელე მართალია და ვიღაცები ბუნებით არიან ცოცხალი ხელსაწყოები რომელსაც სჭირდება მიმთითებელი რომელსაც არ შეუძლიათ კანტიანური ესეთი გაბედვა აზროვნებისა რა რომც ეგ დავუშვა კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მე თითქმის არასდროს არ მაქვს შესაძლებლობა გადავამოწმო აი ეს კონკრეტული ეგზემპლარი ეს ცალკეული მოცემულობა ბუნებით მონა არის თუ არ არის ამიტომ თუ კი დავუშვებ რომ ეს ბუნებით მონა ანუ მითითებებისთვის გაჩენილი და სხვა არაფრისთვის არის ალბათობა რომ ეს შეცდომა დავუშვა ანუ უსამართლობა ჩავიდინო და თავისუფალი ადამიანი მივიჩნიო არა თავისუფალად ამიტომ იმის გამო რომ უსამართლობა უარესია ვიდრე თავისი მონის თავისუფალ ადამიანად მიჩნევა მე მირჩევნია კონვენციას დავეთანხმო და თქვა რომ იცი რა მოდი მოვექცე ყველას ისე როგორც თავისუფალს თუნდაც ამ თავისუფალთა შორის ვიღაცები ბუნებით არ იყვნენ ასეთი მაგრამ ხო ხვდებით რომ თავად აი ეს დაშვება რომ ვიღაცები ბუნებით არ არიან თავისუფალნი ან პირიქით ვიღაცები თავისუფალნი არიან ბუნებით და საკუთარი ნების თანახმად მოქმედება შეუძლიათ ეგა ჯერ კიდე ეგეთი მარტივი არ არის და გადამოწმებას თუ შემოწმებას და კვლევას მოითხოვს თუ ადამიანებს სჭირდებათ მონები ცოცხალი ხელსაწყოები თუ ადამიანები აგერ გუშინ წინდლამდე მუდმივად ასახიჩრებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთში ხედავდნენ ცოცხალ ხელსაწყოებს მათ ეს აწყობდათ და ეს ცალსახად რაციონალური საჭიროებით არის განპირობებული მაშინ ის ტრავმები ის საშინელებები რაც წარმოიქმნება ადამიანთა შორის ურთიერთობაში თუნდაც ეს უშუალო პირდაპირ გაგებით დამონების აქტით არ იყოს განპირობებული შეიძლება მონას არ უწოდებდეს ერთი მეორეს არა როგორც ახლა დღეს ძალიან პოპულარულია მედიაში ერთმანეთისთვის მონის ძახება მაგრამ აინც იყენებდეს და მოიხმარდეს როგორც ცოცხალ ინსტრუმენტს ეს ოჯახურ ურთიერთობებში ძალიან ხშირად არის შენიშვნადია რა მაშინ ამ ტიპის გამოცდილებების ან საზღვრითი სიტუაციების ამ საშინელებების მათ შორის გადალახვა ერთიანი დიდი პროექტების ფარგლებში მართლაც დიდად საეჭვოდ შეიძლება გამოიყურებოდეს და ის სამუშაო ის სულიერი სამუშაო არისტოტელეს რაღა არის და ავგუსტინეს ენაზე რო თქვა მუშაობა მეხსიერებასთან ინტელექტთან ან ნებასთან იმდანად ხანგრძლივი და რთულია რომ პოლიტიკური პროპაგანდის ქადაგების ან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვერ ჩაეტევა ვერასდროს ვერც სხვათა შორის რომ თვითონ ამ ხმატულს შევედაოთ მერავით არ სინანულის ლექციებში ვერ ჩაეტევა და ვერ გადაწყდება მსგავსი მარტივი ქადაგებლობით არა აი ეგრე შენ ხარ ჩემი ბატონი მეორე და უпроსტოდ რო თქვა სხვა შეკითხვა რაც აი ამ მსჯელობის ფონზე ჩნდება და არისტოტელესგან გვაქვს აი გადმოცემული მემკვიდრეობით არის აი რა პოლიტიკაში ამბობს რომ თუ კი დედალოსის ქანდაკებებივით აი ეს ხელოსნების დაზგები დედალოსის ქანდაკებებივით შეძლებდნენ მოძრაობას და დამოუკიდებელ მოქმედებას თავისი სამუშაოს თავისი ფუნქციების თავადვე შესრულებას მონები აღარ დაგჭირდებოდა ანუ ეს რაციონალური საჭიროება რომ ოჯახის სრულფასოვნებისთვის რომ საჭირო არის რაღაც ხელსაწყოების საქონლისა და რაღაცა ნივთების პირველადი ნივთების გარდა საჭიროა მონა რომელიც შენს ფუნქციებს შეითავსებს რა
აი ეს რაციონალური საჭიროება დაკმაყოფილდებოდა, შესრულდებოდა, გადაიჭრებოდა. თუ კი ხელსაწყოები თვითონვე შეძლებდნენ მოქმედებას. მე რაღაც ეჭვი მაქვს, რომ უკვე რაღაცა უნდა გაგვახსენოს რა. რომ ეგრეთ წოდებული როგორ ითვლიან მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის პირას დგავართ და თვითმოქმედი გონიერი მანქანების შექმნის ზღვარზე ვართ. ეხლა ნახეთ, აი ამ ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც შიშები და დისკუსიებში შფოთვა რაც ჩნდება ხოლმე არის აბსოლუტურად იდენტური, რასაც მოვისმენთ ნებისმიერი მონის, ანუ თვითმოძრავი ცოცხალი გნებავთ ან დამოუკიდებლად მოქმედი ხელსაწყოს აჯანყების გამო. რო ერთ მშვენიერ დღეს აი რომაელის რო ხარ, რაღაც ბატონი რო ხარ და მუდმივად გაჟრჟოლებს, იმიტომ რომ არ იცი როდის გაიღბიძებ და იხილავ შენ თელ შენს ოჯახს ყელ გადაჭრილს და მონებს გაქცეულს. რა თქმა უნდა, ზუსტად ამავე შფოთვას და შიშს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში, იმიტომ რომ ნახეთ, ნიშა ონტოლოგიური სტატუსი, რთული ტერმინებით რო ვილაპარაკოთ, რომელშიც მოთავსდა და რომელსაც აკმაყოფილებს აი ეს გონიერი მანქანა რა, ეს არის იდეალური მონის სტატუსი. და აქედან ახლა იწყება ისევ მთელი მსჯელობა არისტოტელესეული. მონა ის არის, ვისაც გავარჯიშება არ შეუძლია სიკველი არა აქვს შესაბამისად მომავლის შესახებ დასკვნების მართებული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია შესაბამისად საკუთარი ნების თანახმად არ შეუძლია მოქმედება. მაგრამ რო აღმოჩნდეს რომ ბუნებით მონა არ არის, რომ მან ბუნებით თავისუფლება მოიპოვოს, რომ აჯანყდეს და თანამედროვე ადამიანს აჟრჟოლებს ამის გამო. თან ეს ისე რომ ჯერ ისიც კი ვერ გაგვირკვევია საერთოდ რა მეთოდით ან როგორ შეიძლება ადამიანის სულის არსებითი გამოხსნა და განკურნება. ხო, განკურნების თემა რომ ძველია და ქრისტიანობის ძირითადი შინაარსიც რომ ამავეს უკავშირდება, ეს თვითონ არისტოტელესთანაც არისტოტელე რაღა არის უკაცრავად იასპერსთანაც ჩანს და იმთავითაც ხადლივ დანახვადია. ხო, ეგეთია მკურნალობის პრობლემა და მათ შორის პრობლემა იმისა, რომ არის რაღაცები, რაც როგორც ნიცშე იტყოდა, რაც უროს დარტყმით და ფილოსოფოსობით თუნდაც უროთი ან ჩაქუჩით დიდი პროექტებით გადაწყვეტადი შეიძლება არ აღმოჩნდეს. და სახელმწიფოები ისევ ნიცშეს რო დავესესხოთ, ამ ნაწილშიც ცივად ტყუიან, რადგან ცივი ურჩხულია იგი.